დავიწყოთ. მოგესალმებით, მე ვარ ირაკლი ლომოური. რატო ვზივარ რუსთაველზე? კი არ ვდგევარ, ვზივარ, იმიტომ რომ ჩემ მოტეხილი ფეხის გამო იზოლებული ვარ მასაშვილ შტამზე დავჯდე. მე აქ ვზივარ ჩემი შვილების მომავლისთვის. მე აქ ვზივარ ჩემი მეგობრების, ჩემი ნათესავების, ჩემი ახლობლების, ჩემი ქვეყნის მომავლისთვის. მე მიყვარს ეს ქვეყანა, მე მიყვარს ეს ხალხი. არაჩვეულებრივი, წრფელი, ლამაზი, ჭკვიანი, ნიჭიერი ხალხია. აქ რომ მოვდივარ, რაღაცა სიხარულით მევსება გული და ეს არ არის გაზვიადება და ეს არ არის რაღაცა ესეთი ლიტონის სიტყვა. მე მგონია რომ ყოველმა ქართველმა უნდა გამოთქვას თავისი პოზიცია, თავისი დამოკიდებულება, თქვას სიმართლე, თეთრზე თქვას თეთრი და შავზე თქვას შავი. ის რომ ჩვენ გადაგვიკეტეს გზა, რომელიც მიდის თავისუფალ სამყაროში, ევროპაში, დასავლეთში, ეს არის უბედურება, ეს არის ტრაგედია და ამას ვაპროტესტებ მე პირადად და ამის წინააღმდეგ ვიბრძვი და ამიტომაც მოვდივარ რუსთაველზე და ამიტომაც გასაშერის ყამი მომაქვს და ვждები. დიდხანს ფეხზე მიცირს დგომა. მეტი რა უნდა ვთქვა, ყველა ადამიანი, რომელსაც ეს ქვეყანა ენაღვლება, აქ უნდა იყოს. და იმედია რომ 28-ში მაინც გამოვა ბევრი ხალხი. და მე ეს ქვეყანა რუსების საჯიჯკნად არ მემეტებ. აუცილებლად ყველამ უნდა გამოუხოთ ჩვენი პროტესტი და იბრძოლა. ბრძოლა ბოლომდე.